მოგესალმებით, ამ მეცადინეობაში ჩვენ განვიხილავთ C++-ენის საბაზო ტიპებს, მინიჭების ოპერატორს, მინიჭების შედგენილ ოპერატორებს, შედარების ოპერატორებს, ლოგიკურ ოპერატორებს და აგრეთვე ნახავთ თუ როგორ იწერება მათემატიკის ფუნქციები C++ ენაზე. C++ ენაში გვაქვს 5 საბაზო ტიპი. ცვლადის გამოყენებამდე მას წინ უნდა უძღოდეს ტიპი. C++-ში სხვა ტიპებიც არსებობს, მაგრამ საბაზო ტიპები ეს არის სიმბოლური ტიპის ცვლადები, რომელიც მიეთითება ჩარით. int ეს არის მთელი ტიპის ცვლადები, float ცოცავწერტილიანი, ანუ აწილადი რიცხვების მისათითებად, double ასევე მცოცავწერტილიანი, ოღონდ ორმაგი სიზუსტის რიცხვები და bool ეს არის ლოგიკური ტიპის char და int არის მთელი ტიპის მიმთითებლები. ეს ტიპები გამოიყენებიან მთელი რიცხვების შესანახად. სინამდვილეში char ტიპის ცვლადების მნიშვნელობები ინახება კომპიუტერის მეხსიერებაში 1 ბაიტში და მათ შეესაბამება ეგრეთ წოდებულ ASCII კოდებში გარკვეული რიცხვითი მნიშვნელობა, რიცხვითი კოდი. მაგალითად, char-ში განსაზღვროთ ერთიანი, მხოლოდ აქ არის სიმბოლური ტიპის ერთიანი. თუ ჩვენ დავწერთ დავაბეჭდვინოთ ეს, ანუ int ტიპის შემთხვევაში რა რიცხვითი კოდი შეესაბამება, ანუ ASCII კოდებში რა შეესაბამება ერთიანს. ანუ 1-ის კოდია 49, 0-ის კოდი იქნება 48, 2-ის კოდი 50 და ასე შემდეგ. ლათინური ანბანის ასოებსაც შეესაბამებათ გარკვეული კოდი და ისინი არიან ზრდის რიგის მიხედვით დალაგებული. ანუ ასიმბოლოს კოდი არის 97, ოღონდ პატარა ასოს კოდი არის ეს. ცხადია, B-სიმბოლოს კოდი იქნება 98. ნახოთ, დიდი სიმბოლო კოდი არის 65, იმიტომ რომ ჯერ არის დიდი ასოები, ხოლო შემდეგ პატარა ასოები და ასე შემდეგ შეგვიძლია ნებისმიერი რა სიმბოლოს კლავიატურაზეა და გვაინტერესებს მისი კოდი, შეგვიძლია ვნახოთ. მაშინ ამპერსენდის კოდი არის 38. სიმბოლური ცვლადი ინახავს მხოლოდ ერთ სიმბოლოს. მოგვიანებით ჩვენ ვნახავთ, რომ არსებობს string ტიპი, რომელიც ინახავს ასევე სიმბოლოს, მაგრამ არა ერთს, არამედ რამდენიმეს შეიძლება მთელი წინადადება ჩავწეროთ. მაგალითად, char-ში ავწეროთ სიმბოლო 1 იყოს ერის ტოლი. როგორ შეგვიძლია ეს კლავიატურიდან შევიტანოთ, ჩვეულებრივად sin ოპერატორის გამოყენებით და შემდეგ დავბეჭდოთ ეს სიმბოლო 1 და სიმბოლო 2. 1 არის ერი, როგორც უკვე კოდში იყო ინიციალიზებული და სიმბოლო 2 არის S-ი, რომელიც შევიტანეთ კლავიატურიდან. მთელი ტიპის ცვლადები მეხსიერებაში იკავებენ 4 ბაიტს. int ეს არის ეგრეთ წოდებული ნიშნიანი მთელი რიცხვი. აი ამ int ტიპს კიდევ აქვს short ტიპი, რომელიც 2 ბაიტს დაიკავებს. unsigned short-ი უნიშნო, ანუ მოკლე მთელი რიცხვი, ეს არის short-ი არის მოკლე 2 ბაიტს იკავებს და long ტიპი ეს არის ნიშნიანი მთელი რიცხვი, რომელიც 4 ბაიტს დაიკავებს მეხსიერებაში. წილადი რიცხვებისათვის გვაქვს float და double ტიპები და ამ დროს ამბობენ, რომ ესენი აღწერენ მცოცავმძიმიან, მცოცავწერტილიან სიდიდეებს. ეს ტერმინი იქიდან წარმოსდგება, რომ მაგალითად აი ესეთი რიცხვი თუ გვაქვს 123,456,748 მემილიონედი,
ის შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც 1 და ეს დანარჩენი 10 წილადში გადავიტანოთ და გამრავლებული 10-ის მეორე ხარისხზე. ზოგადად ეს e+2 დაპროგრამებაში აღნიშნავს 10-ის მეორე ხარისხს. ანუ ეს მრავლდება 10-ის მეორე ხარისხზე. Float ტიპის ცვლადები მეხსიერებაში იკავებენ 4 ბაიტს. Double ტიპი კი 8 ბაიტს. Double ტიპთან შეიძლება ასევე გამოვიყენოთ მოდიფიკატორი long, ანუ დავწეროთ long double და ასეთი ტიპის რიცხვი მეხსიერებაში უკვე დაიკავებს 10 ბაიტს. რაც შეეხება bool ტიპს, ეს არის ლოგიკური ტიპის ცვლადი და ის მხოლოდ 2 მნიშვნელობას შეიძლება ღებულობდეს. ეს არის true, ანუ ჭეშმარიტი და false, ცდარი. True ზოგადად შეესაბამება 1-ის ტოლი რიცხვითი მნიშვნელობა და false შეესაბამება 0-ის ტოლი რიცხვითი მნიშვნელობა. განვიხილოთ აი ამ bool ტიპის ცვლადებისთვის პატარა საილუსტრაციო მაგალითი. Bool ტიპს ცხადია, რომ წინ უნდა დაუწეროთ, რომ ეს არის bool. პროგრამა ელოდება კლავიატურიდან მნიშვნელობის შეტანას, თუმცა ეს მინდა რომ იყოს false მნიშვნელობის, მაშინ უნდა შევიტანო 0. ანუ კლავიატურიდან შეტანის შემთხვევაში არ ვკრებთ სიტყვა false, არამედ ავკრიფავთ 0-ს. და როდესაც გვინდა რომ true იყოს, ასევე b2-იც, ანუ ავკრიფოთ ერთიანი და დაბეჭდითაც შესაბამისად true სიდიდე დაიბეჭდება როგორც ერთიანი და false დაიბეჭდება 0. ეხლა განვიხილოთ შედარების ოპერატორები. C++-ში გვაქვს ნაკლებიან ტოლი, მეტიან ტოლი, უდრი ის, როცა შედარება გვაქვს, 2 ტოლობის ნიშანი იწერება და არ უდრის იწერება როგორც დახლის ნიშანი და ტოლობის ნიშანი ერთდროულად. ლოგიკურ ოპერატორებს რაც შეეხება, ის შეესაბამება კლასიკურ ლოგიკურ ოპერაციებს, როდესაც x და y ორივე არის ჭეშმარიტი და ოპერაციის შედეგი არის 1-ის ტოლი და ყველა დანარჩენ შემთხვევაში არის მცდარი. ან ოპერაციის შედეგი არის ერთიანები ყველა შემთხვევაში, გარდა იმისა, როცა ორივე ოპერანდი არის მცდარი, ანუ 0-ის ტოლი. უარყოფის ოპერაცია ერთოპერანდიანია ეს და x-ის უარყოფა, როცა ის ჭეშმარიტია, ყოფის მნიშვნელობა არის 0-ის ტოლი, 0-ის უარყოფა არის 1-ის ტოლი. განვიხილოთ საილუსტრაციო მაგალითი აი ამ მიმართების ოპერაციებისათვის. მიმართების ოპერაციებს გააჩნიათ ლოგიკური მნიშვნელობები. ცხადია, რახან n-ი არ უდრის m-ს 3 და 2-ია, ამ ოპერაციის შედეგი უნდა იყოს მცდარი. ანუ აქ უნდა დაიბეჭდოს 0-ის ტოლი მნიშვნელობა. დახრილი ხაზი და t არის სპეციფიკატორი, რომელიც ნიშნავს რამდენიმე პოზიციის გამოტოვებას იმავე სტრიქონში ბეჭვდეს დროს. n-ი მეტია m-ზე, რადგან n-ი მეტია m-ზე, ეს შედეგი აუცილებლად იქნება ჭეშმარიტი, ანუ 1-ის ტოლი. ეხლა ნახოთ char ტიპის შემთხვევაში p არ უდრის c-ს, ჭეშმარიტია, ამიტომ ის შედეგი უნდა იყოს 1-ის ტოლი და p ნაკლებიან ტოლია c-ზე. რადგან b სიმბოლო უფრო ადრე გვხვდება ამბანში ვიდრე q სიმბოლო, ამიტომ ეს პირობაც არის ჭეშმარიტი და აქაც გვექნება 1. შევამოწმოთ და მივიღეთ აი ეს შესაბამისი მნიშვნელობები დაბეჭდილი. ეხლა განვიხილოთ მინიჭების ოპერატორი. მინიჭების ოპერატორის ზოგადი სახეა ცვლადი უდრის გამოსახულებას. შეიძლება ცვლადის წინ იყოს ცვლადის ტიპი მითითებული. ტოლობის ნიშანი გულისხმობს იმას, რომ ჯერ უნდა გამოვთვალოთ მარჯვენა მხარეს მდგომი გამოსახულების მნიშვნელობა და შემდეგ ცვლადის მნიშვნელობა უკვე უნდა გახდეს გამოთვლილი მნიშვნელობის ტოლი. ანუ მიენიჭოს მარჯვენა მხარეში მდგომი გამოსახულების
მნიშვნელობა. განვიხილოთ აი ესეთი ფრაგმენტი, თვალს მიენიჭება 44-ის ტოლი მნიშვნელობა. C++-ში გვაქვს მინიჭების შედგენილი ოპერაციები, პლუს და უდრის, მინუს და უდრის, გამრავლება და უდრის, გაყოფა და ტოლობა და პროცენტის ნიშანი. მაგალითად, თუ გვიწერია, რომ a პლუს უდრის 5-ს, ეს ჩანაწერი C++-ში ნიშნავს, რომ a უდრის a პლუს 5-ს. ანუ ახალი მნიშვნელობა გამოითვლება როგორც a-ს ძველ მნიშვნელობას დამატებული 5. ერთი რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ მინიჭების შედგენილი ოპერატორები უფრო სწრაფად სრულდება, ვიდრე ჩვეულებრივი მინიჭების ოპერატორები. განვიხილოთ ესეთი ამოცანა ამ მაგალითების საილუსტრაციოდ. მოცემულია მართკუთხა სამკუთხედის კათეტები არის a და b და დავადგინოთ, როგორ შეიცვლება სამკუთხედის ფართობი, თუ ერთ კათეტს გავზდით 4-ჯერ და მეორეს შევამცირებთ 3-ით. შევადგინოთ ამ პატარა მაგალითის საილუსტრაციო პროგრამა. ცხადია, შეგვიძლია რომ კათეტები ავიღოთ მთელი რიცხვები, თუმცა შეგვიძლია ისინი ნამდვილი რიცხვებიც ავიღოთ და თქვათ ცვლადები გამოვიყენოთ, რომელშიც ჩავწერთ ფართობებს. კათეტების ნამრავლის ნახევრის ტოლია ფართობი. ამის შემდეგ ჩვენ ერთი კათეტი უნდა გავზარდოთ 4-ჯერ, ანუ უნდა დავწეროთ a გამრავლებული უდრის 4-ს. b უნდა შევამციროთ 3-ით, ახალი ფართობი იქნება და ეხლა დავბეჭდოთ სხვაობა ფართობებს შორის. ნახოთ, ანუ ფართობი გაიზრდება 288-ით. ეხლა განვიხილოთ ლოგიკური ოპერაციების და ასევე მიმართების ოპერაციები ერთად. x-ი ეკუთვნის 0-დან 1-მდე ინტერვალს. როგორ უნდა ჩავწეროთ ეს C++-ში? ეს ნიშნავს, რომ x-ი უნდა იყოს მეტიან ტოლი 0-ზე, რადგან ინტერვალი არის დახურული და x-ი უნდა იყოს ნაკლებიან ტოლი 1-ზე. ან შეგვიძლია ფრჩხილების გამოყენების გარეშე ჩავწეროთ ეს, ვინაიდან პრიორიტეტი აქვს მიმართების, ანუ შედარების ოპერაციებს, ანუ ჯერ x-ი შეედარება 0-ს და მის შედეგი იქნება ან true ან false და ასევე x-ი შეედარება 1-ს, ამ გამოსახულების შედეგიც იქნება ან true ან false, ამ ორი შედეგიდან აიღება და ოპერაციის შედეგი. ვთქვათ, მე მინდა რომ ჩავწერო x-ი მდებარეობს 0,1 მონაკვეთის გარეთ. ეს შეგვიძლია ჩავწეროთ ან ოპერაციის გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში x-ი უნდა იყოს ნაკლები 0-ზე, ან x-ი უნდა იყოს მეტი 1-ზე. თუ აქედან ერთ-ერთი ჭეშმარიტია, მაშინ შედეგი იქნება ჭეშმარიტი, ანუ x-ი მდებარეობს ამ მონაკვეთის გარეთ. აქაც შეგვიძლია ჩავწეროთ ეს ფრჩხილების გარეშე. მაგალითად, მე მინდა რომ ჩავწერო x-ი ეკუთვნის 2-დან 5-მდე მონაკვეთს, ან -1-დან 1-მდე მონაკვეთს. ვთქვათ, x, y და z რიცხვები არის ყველა დადებითი. სათითაოდ მაინტერესებს, რომ ეს ყველა რიცხვი ერთდროულად არის დადებითი. x-ი მეტია 0-ზე და y მეტია 0-ზე და z მეტია 0-ზე. ან ფრჩხილების გარეშე. თუ მე მაინტერესებს მაგალითად ჩავწერო, რომ x, y და z-დან ერთი მაინც არის დადებითი, მაშინ გამომადგება ან ოპერაცია, როგორც ჩაიწერება ორმაგი უტოლობები, დავაბეჭდინოთ უბრალოდ აი ამ გამოსახულების შედეგი რაღაცა x-ისთვის. უნდა შევიტანოთ x-ის მნიშვნელობა, მაგალითად შევიტანთ 12-ს და y უდრის 1-ს. ჭეშმარიტია, ცხადია, იმიტომ რომ ამ ინტერვალში არის მოთავსებული დახრილი ხაზი და n აღნიშნავს end line. ეხლა ნახოთ თუ როგორ იწერება მათემატიკური ფუნქციები C++ ენაზე. გამოსახულებაში შეიძლება შეგვხვდეს, ვთქვათ, სინუსი, კოსინუსი და ასე შემდეგ. ამ ცხრილში მოცემული სწორედ ეს
ფუნქციები, როგორ იწერება. აბსიქსი ეს არის რიცხვის მოდული, სინუსი, კოსიქსი, ტანგენსი, სქრტ-ი ეს არის კვადრატული ფესვი, x-ი ეს არის ექსპონენტა, ანუ ეხარისხად x-ია, ლოგარითმი x-ი ეს არის ln x-ი, ანუ ნატურალური ლოგარითმი, log 10x-ი ეს არის 10-ფუძიანი ლოგარითმი, პოვ xy ეს არის x-ის y ხარისხში აყვანა. ფლორ x-ი ეს არის დამრგვალება ნაკლებობით და ცეილ x-ი ეს არის დამრგვალება მეტობით. ანუ მაგალითად x-ი თუ არის 35.3 და დავწერ ცეილ x, შედეგი იქნება 36. მათემატიკური ფუნქციების გამოყენებისას უნდა ჩავთოთ CMAT ფაილი. განვიხილოთ საილუსტრაციო მაგალითი. ვთქვათ, მე მინდა გამოთვალო მოცემული გამოსახულების ნიშნულობა, როცა x-ი უდრის 4-ს. დაბლ x-ი უდრის 4-ს და გამოთვალოთ y-ი უდრის. ფესვი იწერება სქრტ. არგუმენტი უნდა ჩავწეროთ ფრჩხილებში x-2 გამრავლებული სინუს x კვადრატი. x კვადრატი ცხადია, პოვითაც შეგვიძლია ჩავწეროთ, მაგრამ შეგვიძლია დავწეროთ x-ი გამრავლებული x-ზე და პლუს ტანგენსი იწერება tan x-ი გაყოფილი 3-ზე და დავბეჭდოთ შემდეგ გამოთვლილი y-ის მნიშვნელობა. ეს რამეს უნდა მივახციოთ ყურადღება, თუ ფუნქცია მაქვს თვითონ ხარისხში, ანუ სინუს კვადრატ x-ი ჩაიწერება როგორც პოვ სინუს x-ი კვადრატში, ან სინუს x-ი გამრავლებული ისევ სინუს x-ზე. და ბოლოს განვიხილოთ ერთი ესეთი, ასე ვთქვათ, სახალისო ამოცანა ნაკიანი წელიწადის შესახებ. თუ წელიწადი იყოფა, ანუ მისი რიგითი ნომერი იყოფა 4-ზე, მაშინ ის არის ნაკიანი. მაგალითად 2020 წელი არის ნაკიანი წელი. თუ 100-ის ჯერადია წელიწადი, მაშინ ყოველთვის ის შეიძლება 4-ზე იყოფოდეს, მაგრამ არ იყოს ნაკიანი. მაგალითად 1700, 1800 ეს წლები 1900 არ არის ნაკიანი წლები. თუ ეს რიცხვი არ არის 400-ის ჯერადი. 2000 წელი მაგალითად 1900 წელი არ არის ნაკიანი წელი, მართლაც 28-ით მთავრდება თებერვალი. ნახოთ როგორ შეიძლება ეს პირობა ჩავწეროთ. თუ y-ი 4-ზე იყოფა, ანუ ნაშთი y-ის 4-ზე გაყოფის არის 0-ის ტოლი, მაგრამ y-ის 100-ზე გაყოფის ნაშთი არ უნდა იყოს 0-ის ტოლი, ანუ 2 0-ით არ უნდა მთავრდებოდეს, ან თუ ეს პირობები არ არის სწორი, ანუ 2 0-ით მთავრდება და მეორე პირობა არის ის, თუ 400-ზე იყოფა, ანუ შეგვიძლია ეს შევამოწმოთ ახლა ჩვენ. ჩავწეროთ int y, y შეგვიძლია კლავიატურიდან შევიტანოთ sin y, შემოიტანეთ წელი, ანუ რომელი წელიც გვინდა რომ შევიტანოთ. კიდევ ერთი ცვლადი დაგვჭირდება, ცხადია ბულ ტიპის და z უდრიდეს. თუ z-ის მნიშვნელობა იქნება 1-ის ტოლი, მაშინ წელიწადი იქნება ნაკიანი და თუ იქნება 0-ის ტოლი, მაშინ წელიწადი არ არის ნაკიანი. შევიტანოთ მაგალითად 2016, რომელიც ნაკიანი იყო, მაშინ z უნდა იყოს 1-ის ტოლი, ასეც არის და შევიტანოთ 1700 წელი, რომელიც არ იყო ნაკიანი და z 0-ის ტოლია და მასშტაბი ჩვენი ფორმულა სწორად არის ჩაწერილი. მადლობა ყურადღებისათვის. თუ თქვენთვის საინტერესო იყო, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი.